10 ივნისია. ომის დაწყებიდან 1202 დღე გავიდა და ვაჯამებთ იმას თუ რა ხდება უკრაინაში. მე რატი ვარ მუჯირი ჟურნალისტი და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქართველ მებრძოლ ვანო ნადირაძესთან ერთად ვსაუბრობთ გასულ კვირაზე საღამო მშვიდობის. ვანო, როგორ ახარ? კარგად, თავადროგულ ხართ, ხედავთ, გამე გავატენეთ, ძალიან მასიური დაბომბვა იყო სამწუხაროდ კიევის. ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე. მე მოიტანეს უსემა რაც მოუწოდოთ. ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე, მანამდე უკრაინელებსაც მივესალმოთ, ვიტаю друзі з України. Слава вашему боротьбе за незалежность. Дякую, что вы нас дивитеся. По статистике 4% аудитории це з України. Дякуємо. Слава Україні. Вано, დავიწყოთ, სანამ აი ამ ძიმე ღამეზე ვილაპარაკეთ და ზოგადად მთელი კვირა გამოირჩა კომბინირებული თავდასხმებით, სარაკეტო თავდასხმებით. მანამდე მინდა რომ ვისაუბროთ აბლაბუდა 2-ზე, პაუტინა 2-ზე, რომელსაც შედარებით მცირე მასშტაბი ჰქონდა ვიდრე პირველ პაუტინას და შედარებით ახლოს იყო უკრაინის საზღვრებთან, თუმცა მისი მნიშვნელობით საკმაოდ სერიოზული იყო, რომ გვითხრა რამდენი ერთეული ჯავშან ტექნიკა არის განადგურებული, რა ტიპის სპეცოპერაცია იყო, ანალოგიური იყო რაც პაუტინა 1 თუ რაღაცა შეიცვალა ამ მიმართულებით. დავიწყები კიდე რომ პაუტინა 1-ს ორი ოპერაცია მოყვა, ჯერ ვილაპარაკებთ ეშელონზე, შემდეგ გადავალთ ალბათ ერიბისკიძე. დავიწყოთ ეშელონიდან, ეს სამხრეთ ტოქმაკის მიმართულებაზე მოხდა, როცა ეშელონი გადაადგილდებოდა. ძალიან კარგად მუშაობს ჩვენი აგენტურა, რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ზონაში. იქაც იგივე მეთოდი იყო ფაქტურად გამოყენებული, ის ორი ვაგონი, ხორბლის ვაგონი მიაბეს იმ ეშელონს, საიდანაც ტექნიკა უნდა გადაადგილებული. ხორბლის ვაგონში იგივე მეთოდით თითქმის რუკები აიხადა და FPV დრონები, კამიკაძე დრონები ამოფრინდა. პირველი დარტყმა მიაყენეს ლოკომოტივს, რომ შეეჩერებინათ მოძრაობა და ეს მოხდა და შემდეგ უკვე დაიწყო ტექნიკის განადგურება. 13 ერთეული ტანკია ეს განადგურებული, საკმაოდ თანამედროვე ტანკები, აკუმაკ 90-ზე მაქვს საუბარი და პლუს 100 ერთეული ჯავშა ტექნიკა იქნა განადგურებული. როგორც ჩვენ აქვს ინფორმაცია, გამწარებულები დარბიან ახლა მაგალითად ტოქმაკში, სამხრეთ ტოქმაკში, მელიტოპოლში ეძებენ აგენტურას, მაგრამ საკმაოდ კარგად მუშაობენ, კარგად არიან ჩვენ შენიღმულები. იგივე საუბრიშო მაგალითად თადოსამეცოს თავადაზონის სამმართველოს საანსერიოზული პარტიზანული ჯგუფი ყავს კიდევ ატეში, რომელიც კარგად მუშაობს და რაღაც ერთი კვირის უკან მელიტოპოლის მიმართულებაზე მათაც ააფეთქეს ეშელონი, ასე რომ პარტიზანული დაჯგუფებები და აგენტურა საკმაოდ კარგად მუშაობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აი ეს ბოლო ეშელონი, რომელიც განადგურდა, რა მიმართულებაზე მიდიოდა? სუმის დასახმარებლად მიდიოდა თუ უფრო აღმოსავლეთ უკრაინის? არა, ეს ეშელონი მიდიოდა ზუსტად ტოქმაკის მიმართულებით მიდიოდა. ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, ალბათ ყველამ კარგად საზაფხულო დიდი შეტევა აქვს რუსეთს ესე დაწყებული. ორეხოს მიმართულებაზე ცდილობენ რომ გაარღვიო ზაპოროჟიეს ფრონტი. ზუსტად აი იმ მიმართულებაზე მიდიოდა, აი ეს ლოჯისტიკა იყო, რომელიც მათმა დახმარებოდა. რუსეთის შეერაგებულ ვეღარ დაეხმარება. ძალიან კარგი. აქვე ერთი სიახლის შესახებ ჩვენი მაყურებლისთვის, ეს მთელი ოპერაციები ჩატარებული არის, ასე ვთქვათ, უპილოტო დრონებით და ვინც არიცით, ვანოს აქვს ლაბორატორია, სადაც ის კომბლებს თლის და სხვენში აწყობს. უფრო სწორედ თუ ვიქნებით, ამზადებს სხვადასხვა ტიპის სათამაშოებს, რომელსაც ფრონტზე აგზავნის და თქვენ გექნებათ საშუალება ამ ლაბორატორიას გაძლიერებას მხარი დაუჭიროთ, ჩვენ ვიწყებთ დონაციის შეგროვებას. აღწერაში დავდეთ ანგარიშის ნომერს, სადაც შეგიძლიათ რომ თქვენთვის სასურველი თანხა ჩარიცხოთ და ეს მერე წავავანოსთან აი ამ ლაბორატორიის გასაძლიერებლად. აქვე ვიდეოს დასრულების შემდეგ ფანჯერაში გამოჩნდება ლინკი, რომელსაც შეგიძლიათ დააკლიკოთ და ნახოთ სრული ვიდეო, რა ტიპის ლაბორატორიაზე საუბარი და რაზე გვაქვს საერთოდ საუბარი.
და ასევე აღწერაშიც, იქ სადაც იქნება ანგარიშის ნომერი, იქვე იქნება კიდევ ასევე ეს ლინკი და შეგიძლიათ თქვენი თვალით ნახოთ, რას და როგორ აკეთებენ უკრაინაში. ასეთი ლაბორატორიები მხოლოდ ვანოს რა თქმა უნდა ძალიან ბევრია. თუმცა ჩვენ კონკრეტულად ვანოს ლაბორატორიაზე ვიქნებით, ასე ვთქვათ, კონცენტრირებულები. ეხლა უფრო დიდი ტიპის დრონებზე გადავიდეთ, იმ ტიპის დრონებზე, რომლებაც ყირიმში ჩაატარა საკმაოდ საინტერესო სპეცოპერაცია, მისი დეტალები რომ მოგვიყვე, იმედი მაქვს, რომ ისეთივე დეტალური იქნება, როგორც პაუტინაზე ბევრი სიახლე გააჟღერა. საერთოდ საუბრობ ხოლმე ხო ამ თემებზე, ხო ჩემულად ეხლა ზგუნია რომ რაღაცას საიდუმლოს ვამბობ, საიდუმლო არის რა თქმა უნდა სამსახურიდან გამომდინარე ამის შესახებ რომ ვისაუბროთ, მაქვს უფლებაც და ნებართვაც, გადავიდეთ საზღვაო დრონებზე გადავიდეთ, ჩემი საყვარელი დრონია საყვარელი სახელი მარიჩკა, რომელმაც ყირიმის ხიდი საკმაოდ სერიოზულად დააზიანა. ეს არის ფაქტობრივად 1 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება, ასე ვთქვათ, დრონი ტორპედო, ასე დავარქვათ ჩვენ. რა თქმა უნდა ჩვენი ადამიანების და ძალიან მაგარი ბიჭების გარეშე ეს სპეცოპერაციათა ცენტრის ერთ-ერთი ცენტრის თვითთავების გარეშე წარმოხდარა. ხალხს არ ეგონოს რომ მაგალითად რამდენიმე ასეული მილიონი თვითთავებმა დრონთან ერთად გაიარა, ესე არ მოხდარა. სადაც იქვე ახლოს ყირიმის ხიდთან შენიღბული თევზსაჭერის გემის სახით შენიღბული გემი დაცურავდა, რომელიც უკვე შეუერთდნენ ამ მარიჩკას. მოგესალმებით რომ ყირიმის ხიდი ძალიან მაგრად არის დაცული, რუსები მაქსიმალურად შეეცდებიან მაქსიმალურად დაიცვა და თვითონ დრონი მარიჩკა ხო თავისი ვერ მივიდოდა ისე ახლო იმ მიზანთან რაც შეგვჭირდებოდა იმის გამო რომ მაინც წინაღობები არის შექმნილი და ადამიანების ჩართულობა იყო საჭირო. რა თქმა უნდა შეუერთდნენ ეს ადამიანები იმ გემიდან, იმ შენიღბული გემიდან, გადავიდნენ უკვე მარიჩკაზე კვინტალები და სპეციალური საშუალებების გამოყენებით, იგივე გიროსკოპიული საშუალებებით, ტექნიკური საშუალებებით ეს წინაღობებს აარიდეს ეს მარიჩკა, ზუსტად იმ საყრდენ, თავად საყრდენ ბოზამდე მიიყვანეს, სადაც უნდა აფეთქებული იყო. ეს საკმაოდ ძალიან დიდი ზარალი მოაყენეს. რუსები არ ამბობენ, მაგრამ იმდენად არის დაზიანებული, რომ იქ ეშელონის გადავლა შეიძლება რაღაცა ემოციურად შიგულიდან ნივამ გადაიაროს, მაგრამ როგორც ასეთი რომ ეშელონმა გაიაროს, უკვე საშიში არის, იმდენად არამდგრადია უკვე ეს ხიდი. ერთი ასეთი აფეთქებაც, რა თქმა უნდა, ისევ ასეთ საყრდენბოძზე და თუ თვითონ არ ჩამოიშელა, უკვე შემდეგში უკვე ტაურუსის დახმარებით უკვე ნამდვილად ჩამოხდა, თუმცა მე SSSB-ს სპეცოპერაცია იყო, ხო? რა თქმა უნდა, SSSB-ს ოპერაცია იყო, სამხრეთ ტოკმაკში ჩატარებული ეშელონის ოპერაცია SSB-ს იყო, დღესაც ვახსენე, ეხლაც ვამბობ, რომ ჯანსაღი კონკურენცია არის თავარი სამმართველოს და ჩვენ შორის. სხვათა შორის უნდა აღნიშნო დაზვერვის თავარსამმართველოს ყავს სპეცდანიშნულების რაზმი, ეს არის შერეული სპეცდანიშნულების რაზმი, ქართულ-უკრაინული სახელწოდებით სოლიდარნასტი, თქვენ ალბათ მოგეხსენებათ კახათილიძე ჩვენი გმირი მეომარი რომ დაიღუპა ზუსტად ამ სპეცდანიშნულების დანაყოფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. და იმედი მაქვს რომ საქართველოში ხელისუფლება რო შეიძლება ზუსტად ამ სოლიდარნასტის ამ სპეცდანიშნულების ბაზაზე ძალიან ძლიერი სამხედრო დაზვერვა ჩამოყალიბდება საქართველოში და შემდეგ უკვე სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც თავის მიმართულებით შეასრულებს დავალებას. გასულ კვირაში მქონდა ძალიან ესეთი ახლო და უშუალო კომუნიკაცია უკრაინელებთან, სამოქალაქო პირებთან და შენ თუ იცი სამოქალაქო პირები SBU-ს ესეთ ხუმრობით როგორ ეძახიან? Служба Бога Украины. Да, я просто регулярно служба Бога Украины. Ну, можно აღინიშნოს, რომ სხვათა შორის გენერალი მალიოკის, ვასილი მალიოკის მოსვლის შემდეგ საბრძოლო დიდი ორგანიზაცია მოხდა სამსახურში, თან შეიცვალა სტრუქტურა, გახალისდა ახალგაზრდა, ჩვენი და ნიჭიერი ახალგაზრდები მოვიდნენ ძალიან ბევრი სამსახურში და იმიტომ გვაქვს ეს წარმატება.
ლენკაი, მოდი კიდევ ერთ წარმატებულ ოპერაციაზე ვისაუბროთ. ამჟამად უკვე აეროდრომზე აფეთქებულ MiG-31-ზე და Su-34-ზე, ასევე დრონების დახმარებით ამ ოპერაციაზეც დეტალები რომ მოგვიყვა. ნუ სავასლეიკა აეროდრომის სავასლეიკაზე მოხდა ეს ნიჟნი-ნოვგოროდში. აქაც რა თქმა უნდა ჩვენი სამსახური SBU-ს სახელმწიფოს სამსახურის ოპერაცია იყო და მონაწილეობდნენ ჩემი საყვარელი ასე ვთქვათ უპილოტო დრონები, ეს არის სახელწოდებით ბაბიორი, რომლის ჩამოგდებასაც ფაქტურად რუსები ვერ ახერხებენ, უკვე კარგ ხანი ეფექტურად მუშაობენ, ძალიან პატარა დანაკლისი გვაქვს ამ დრონების იმდენად ეფექტურად მუშაობენ. მოხდა MiG-31-ის განადგურება და Su-30-ის განადგურება, ეს MiG-31K უბრალოდ ეს არის თვითმფრინავი, რომელიც არის აერობალისტიკური რაკეტა, კინჟალის მატარებელი, რომელიც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს ყოველთვის უკრაინისთვის და უკრაინის ქალაქებში. აქვე თუ აქამდე გვიყურებთ და არხი ჯერ არ გამოგიწერიათ, გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ ვიდეო, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩვენი მაყურებლის 75% არის ის, ვისაც ჯერ არხი არ გამოუწერია. თუ კი თქვენ არხს გამოიწერთ, ასე უფრო ბევრ ადამიანამდე მივიდანთ ჩვენ ამ ინფორმაციას. გავაგრძელოთ ანუ ჩვენი შეჯამება და ეხლა ვისაუბროთ პრინციპში უპრეცედენტო ჩამოგდებაზე, როდესაც F-16-მა პირდაპირ ჰაერი კლასის რაკეტით ჩამოაგდო Su-35. ეს მოხდა შვედური შორეული რადიოლოკაციური სადგურის დახმარებით, სადღაც რამდენადაც საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია, საზღვრიდან 200-300 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა მოძრაობა და საზღვრიდან უკვე 16 კილომეტრში მოხდა ამის ჩამოგდება. როგორ მოახერხეთ ეს, რამ განაპირობა ასეთი ეფექტური მუშაობა, რას მივაწეროთ ეს ამბავი, ნუ გარდა ძალიან მაღალი კლასის პილოტისა. თუ გავიხსენებთ წინა გადაცემას, წინა ჩართვა შემოვადი მე გადაცემის დასასრულს ვახსენე Link-16, Link-16 რომელიც უკრაინამ ხელი მოაწერა და შესული არის, ეს ეგრეთ წოდებული NATO-ს Wi-Fi, ესე დავარქვათ. NATO-ს Wi-Fi უკვე Link-16-ში ხარ, ზიხარ, ასე ვთქვათ, ამ პროექტში ზიხარ, რა თქმა უნდა, უკვე იღებ ინფორმაციებს და დახმარებას NATO-ს საშუალებით, NATO-ს ქვეყნების საშუალებით. ეს არის ASC 890, ანუ SAAP 340, ესე ვთქვათ, შვედური სადაზვერვო შორეული დაზვერვო რადიოლოკაციური დაზვერვის თვითმფრინავი, რომელიც 400 კილომეტრში ხედავს მოძრაობას, სამიზნეს, გემის, თვითმფრინავის, რაკეტის მნიშვნელობა არ აქვს, 6100 მეტრის სიმაღლიდან. რა თქმა უნდა, F-16 თავისით უბრალოდ იმ მანძილზე, რა მანძილზე ჩამოაგდო რუსული მოხდეთაობის გამანადგურებელი, ასე დავარქვათ, მოხდეთაობის არქი 35. ეს ადვილად ჩამოსაგდები ასე ვთქვათ არაა. რა თქმა უნდა, ავაქსი სისტემა დაგვეხმარა, შვედური შორეული დაზვერვის რადიოლოკაციური დაზვერვის თვითმფრინავი და F-16. ეს კომბინაციაში მუშაობს საერთოდ, არა მარტო თვითმფრინავებთან კომბინაციაში მუშაობს ავაქსი სისტემა, მუშაობს აგრეთვე სახმელეთო აეროსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსებთან ერთად. პეტრიოტებზე მაქვს საუბარი. და ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია გადადგმული უკრაინის დახმარებისთვის. რადგან პეტრიოტები ახსენე, აქვე ვახსენოთ ისრაელის მიერ მოწოდებული პეტრიოტებიც, რომელიც საგრძნობლად გააუმჯობესებს ჰაეროსაწინააღმდეგო სისტემებს. ამას ვხვით და ეხლაც ვამბობთ, რომ აი საერთოდ კიევი მაქსიმალურად დაცული იყო, ყოველთვის პეტრიოტებისგან და პეტრიოტების გამოდიან დაცული ქალაქი იყო. ასე რა თქმა უნდა, ჩვენ ვწდება ხარკოვის, დნეპრის დაცვა და ეს ყველაფერი ჩვენ არ ყოფნიდა. ძალიან კარგი სერიოზული დახმარებაა. იქამდე სანამ უკრაინული უკვე ძალიან თანამედროვე, რომელიც პეტრიოტს რამდენიმე მონაცემებით უსწრებს. ამაზე ცალკე ვისაუბროთ შემდგომში, აეროსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსები ჩადგება რიგში, ეს პეტრიოტები, რა თქმა უნდა, ძალიან საჭირო იყო, როცა თქვა, წყალივით საჭირო იყო ადამიანს, როცა ისე სჭირდებოდა უკრაინას. კიევს ვიცავდით, მაგრამ სამაგიეროდ დაუცველი რჩებოდა ბევრი სტრატეგიული ობიექტი და მათ შორის ისე დიდი ქალაქები, როგორც არის ხარკოვი და დნეპრი. ეხლა გადავიდეთ სწორედ რუსების პასუხზე, კომბინირებულ სარაკეტო პასუხზე და რაღაცა კვირა ვეცადოთ რომ შევაჯამოთ.
და ამასთან მიმართებაში სწორედ ძალიან თვალნათლივ გამოჩნდება, რატომ არის ასე ძალიან მნიშვნელოვანი იგივე პატრიოტები თუ სხვა მაღალი ტექნოლოგიური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. ესე იგი, დრონები, ეს იქნება შეჰიდი თუ გარანორი თუ რაც სხვადასხვა მოდიფიკაციის, მოკლედ ჯამურად, აი ამ ბოლოს ჩვენი საუბრიდან დღემდე რაც იქნა გამოშვებული 1459 ერთეული და აქედან 1269 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ან გაანადგურა, ან რების მეშვეობით დასვა. 14 ბალისტიკური რაკეტა იქნა გამოშვებული და 10 განადგურდა. ფრთოსანი სხვადასხვა კლასის და სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი 59 რაკეტა იყო და 55 განადგურდა. ზებგერითი 3 იყო გამოშვებული და 2 განადგურდა. ანუ გამოდის რომ ერთმა ზებგერითმა, 4-მა ფრთოსანმა, 4-მა ბალისტიკურმა და 190-მა უპილოტომ მიაღწია სამიზნეს. რაც მერე განაპირობებს ნგრევას, ხანძარს, მსხვერპლს, დაშავებულებს და აქვე ის აღსანიშნია, რომ ბალისტიკური თუ ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდება ძირითად ნაწილში დაბალ სიმაღლეზე ხდება, რაც მერე განაპირობებს იმას, რომ ნამსხვრევები ეცემა უკვე ხმელეთზე და ესეც ზარალის მომტანია, ხო? გუშინდელი ღამით საკმაოდ მძიმე იყო, როგორც ჩვენ წავიკითხეთ და შენ იქ იყავი და მეტი მოგვიყევი ამ ყველაფერზე. წუხადად ღამიდან დავიწყებ სადაც 314 ერთეული შახიდი უტევდა მთელი ღამის განმავლობაში კიევს. აბსოლუტურად მობილიზება მოახდინეს ყველა შახიდის რეგიონებში ძალიან ცუდად დაფრენა და ყველაფერი იყო მიმართული კიევისკენ. როგორც აღსწენე, ასევე დამსხვრევების გამო ბევრი ხანძარი გამოიწვია კიევის სხვადასხვა რაიონებში და პირდაპირ სამწუხაროდ პირდაპირ დაცემებიც იყო საცხოვრებელ სახლებზე. უკრაინული მხარე ებრძვის სხვადასხვა საშუალებებით, სამწუხაროდ ეხლა შახიდებზე ვერ ხარჯავთ პეტრიოტის რაკეტის ძალიან ძვირადღირებული არის, რომელიც მაგალითად გუშინ 6-დან 6 იყო ჩამოგდებული ბალისტიკური რაკეტა ზუსტად პეტრიოტის დახმარებით. სხვადასხვა საშუალებებით ებრძვით, მას შორის არის უკვე შექმნილი სპეციალური რები, ესე ვთქვათ, რები, რომელიც ასე ვთქვათ მიზანს აცდებს შახიდს, ან ძის სვავს, ან კიდე სხვა მიმართულებასაც და მაგალითად სადაც რები მოქმედებს, ხო, რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსი. იმ კომპლექსის არეალში უკვე შახიდი ცდილობს ეცლება და ცდილობს რომ მიზანს აცდეს. და რაღაცა აი საშუალებებით უკრავდება უკრაინა, მაგრამ 314, წინაშე ტევაზე 500, 400 ძალიან დიდი მასშტაბები არის. დღეს გოვით მაგალითად ბოლო მონაცემები რაც გვაქვს, ხო? რუსეთს შეუძლია ერთ თვის განმავლობაში 2700-დან 5000 სალამდე უკვე შახიდის და გარანორის დამზადება შეუძლია სამწუხაროდ და კიდევ დამატებით ეს იმიტაციური იგივე შახიდების მსგავსი პაროდიების დამზადება შეუძლია. ეს ყველაფერი ხდება რა თქმა უნდა ჩინეთის დახმარებით. ერთადერთი მეკავშირე რუსეთს რომელიც ყავს ეს არის ჩინეთი, რომელიც აი ამ რადიოელექტრონული ჩიპებით და სხვა სახელმწიფოებით უზრუნველყოფას უწევს და რაღაცას ქვია არც მოველოდით ესეთი ესეთი წარმოებას თუ ახლა მაგას დაემატება ჩრდილოეთ კორეას, დღეს დილით გქრობდი, რომ ჩრდილოეთ კორეაში დაიწყებენ ამ შეჰიდის კლასის დრონების წარმოებას და პრინციპში ეს ბოროტების ღერძი ეცდება ერთმანეთი გააძლიეროს. აქვე როგორი კითხვა მინდა დაგისვა, იცი, ჩვენ ხა ამ ძალიან ძლიერი უკრაინული სპეცოპერაციების მერე ყველა მაინც მოლოდინში ვართ, რომ რუსეთი რაღაცა პასუხს გაცემს, თუმცა შეიძლება თუ არა, რომ ჩავთვალოთ, რომ ეს კომბინირებული სარაკეტო იერიშები არის პასუხი, იმიტომ რომ მართლა ძალიან ეფექტური არის, დრონები გადატვირთავენ ჰაერსაწინააღმდეგოს, მერე ბალისტიკურები, მერე ფრთოსანები, ჰიპერბგელითი, ხმელეთიდან, ციდან, ზღვიდან, ანუ ძალიან მასშტაბური თავდასხმები ხდება და შეიძლება შევთვალოთ როგორც პასუხი, თუ ეს რაღაცა ყოველდღიური ომის რუტინა არის. თუ პასუხად კიდევ რამეს უნდა ველოდოთ. მორატიბეს პასუხი იყოს, იმიტომ რომ ესეთი შეტევები უკრაინას ყოველ მაგალითად ეხლა გუშინდელ შეტევას წინა შეტევებს უკრაინული მხარე უკვე სერიოზულად აღარ აგკოს იმდენად შეჩვეული არის საზოგადოება იმდენად არის შეჩვეული. უბრალოდ გაიზარდა შახიდების მასშტაბი იმიდან გამომდინარე რომ წარმოება გაზარდეს შახიდების ამაზე. მე არ მგონია რომ ეს პასუხი იყოს პაუტინაელზე პასუხი იყოს ეს მე არ მგონია. მე უფრო ველოდები რომ უფრო რაღაცა სხვა რაღაცა ჩაფიქრებული და არესკის ვახსენეთ თვალა სინამდვილეში ეს რუბეჟ 26 ეს რაკეტა
იქ ხომ ცდილობა მან სამწუხაროდ ჩვენ და სასიხალოდ ეიმად და სამწუხაროდ შახტაში მოხდა ერთი საფეთქება მეორე ჰაერში აფეთქდა. იგივე იარისის შემთხვევაში მოხდა რაღაცა დეფექტი აღმოაჩინეს ბოლო მომენტში და არ გამოუშვეს. ასე რომ არ არის გამორიცხული რომ კიდე რაღაც მეგობრებო, თუ აგრძელებთ ჩვენს ყურებას, შეგახსენებთ, რომ არხი გამოიწეროთ, ვიდეო დაალაიქოთ, სხვადასხვა სოციალურ ქსელში გადააზიაროთ და ეხლა გადავიდეთ ბოლო თემაზე, რაც ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ მაშინ იმ კვირაში, ანუ სადაც 4 კვირის წინ, რუსებმა დაიწყეს მასირებული შეტევა სუმზე. რა ხდება სუმში? მოგვიყევი, რამე წარმატება აქვს, სადა რაღაცა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციები ვრცელდება, რაღაცა ის სოფელი აიღეს, ეს სოფელი აიღეს, ანუ მაგ მიმართულებაზე რა ხდება? ვასოფელი არის აღებული, რამდენი ვასოფელია კი აღებული, ბუშიცინ ღამე აიღეს სამწუხაროდ ეს მალაელოკნი ესეთი სოფელი არის, მაგრამ ჩვენ ვფრთხილდებით რომ მალაელოკნის მერე არის იაკუვონკა და ესეც სოფელია, აი სოფელი არ აიღო, იმიტომ ეს სიმაღლე არის. იანუკოვკა თუ აიღეს, ხო ესეთი სიმაღლეა და ისეთი მანძილი არის, პირდაპირ მანძილი უკვე სულ ქალაქ სუმამდე, რომ არა მარტო ტორნადოცეთი და ასმერჩი დაიწყებენ დაბომბვას ქალაქის, უკვე თვითონ დრონებით შეუტევენ, აძლევს უკვე საშუალებას დრონებად შეუტიონ უკვე თვითონ ქალაქს. ეფპივ დრონებზე, კამიკაძე დრონებზე მაქვს საუბარი. მანძილი არის დარჩენილი 29 კილომეტრის სუმამდე, მაგრამ ადრეს ვახსენე, ეხლაც ვახსენე, სუმის აღების შანსი არ არის. და შოის წინა გადაცემაში სექტორებად დავყავ ფაქტურად როგორ შანსი არა. და ვისაც დეტალურად გაინტერესებს, შეგიძლიათ წინა ეპიზოდი ნახოთ, იქ ძალიან დეტალურად ყვება ყველაფერს. კი, და გუშინ წინ მოხდა უკვე ჩრდილოეთ უკრაინაში, ჩრდილოეთ სუმის ოლქში ესე ვთქვათ, ჩვენი შეჭრა მოხდა, სადაც არ მოელოდებოდნენ დასახლება ტოტკინო ავიღეთ ფაქტიურად აღებულია, იქ ალყაში არის ორი ასეული, რომელიც განადგურება ჩვენს წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ სხვა მიზანი გვაქვს, იქ სხვა ლოჯისტიკური გზების გადაჭრა გვინდა კიდე. იძულებული გახდებიან, ეხლა მაგალითად შენერებულია შეტევა, იძულებული გახდებიან, რომ ეს რაღაცა ნაწილი, რომელიც სუმში შემოიჭრა, იქით გადაიწყო, ანუ მაგის იძულებულები გახდებიან აუცილებლად. 8 სოფელი 4 კვირაში არ არის ის ტემპი, რა ტემპიც ალბათ. მოდი ახლა გამიხსნოთ პაკროვსკის მიმართულებას, აი პაკროვსკი ლემანის ეს უფრო სამხრეთით უკვე მაყურებელმა, ვინც გეოგრაფიაში, ანუ ეს უკვე საუბარია სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებაზე. სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულება დონეცკის ოლქი, რუსეთი როცა შემოიჭრა, პირველად დანიშნულება ის იყო, რომ დონეცკის ოლქი და ლუგანსკის ოლქი მთლიანად აეღო, მაგრამ ეს სამეცელია დონეცკის ოლქი მთლიანად არ აუღია. მისი მიზანი აღება აიყოს პაკროვსკი, დრუშკოვკა, კონსტანტინოვკა, კრამატორსკი, სლავიანსკი, სერიოზული დასახლებული ქალაქებია. შეჭრებულია ფაქტურად გაყინული არის ფრონტის ხაზი, ვერც წინ მიდიან, ვერც უკან მოდიან, რა თქმა უნდა ჩვენ მივდივართ, ჩვენ აქტიური თავდაცვის რეჟიმში ვართ და აქაც დრონების დამსახურება არის, რა თქმა უნდა. ფაქტურად ჩამოეკიდება დრონი ჰაერში და საათად 5 კილომეტრის ერთი დრონი 5 კილომეტრის პერიმეტრს აკონტროლებს, სადაც რო დრონზე მაქვს საუბარი. პატარა მოძრაობა, როგორც კი შეიმჩნევა ანტექნიკის აცოცხალი ძალის, უკვე ეს პატარა დრონები, FPV დრონები მუშაობენ, ფაქტურად ცოცხალ ძალას გადაადგილება უწევს, ვერც წინ და ვერც უკან. მოკლედ, ფრონტი მეტნაკლებად კონტროლირებადია და უძრავიც, ასე ვთქვათ, მიმართულებით რაღაც რამდენიმე კილომეტრი იქით, რამდენიმე კილომეტრი აქეთ არაფერი იცვლება. იგივე ზაპოროჟიეს მიმართულება, იგივე გაყინულია ზაპოროჟიეს მიმართულება. ნუ ხერსონზე უკვე აღარ მაქვს საუბარი, ხერსონზე პირიქით შეიძლება მოხდეს, ჩვენ გადავიდეთ ბინარის იქიდან აპერზე. ასე რომ მე ხამამაღლა შემიძლია თქვა, რომ რუსული დიდი საზაფხულო შეტევა არ შედგა. და ამის საშუალება არ მისცა უკრაინულმა მხარემ, მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი ძალის დეფიციტს განიცდის ერთუში უკრაინის შეერაგებული ძალები. გასაგებია. მადლობა. დღეისთვის სულ ეს იყო, შევაჯამეთ გასული კვირის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც ხდებოდა უკრაინაში. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ დავიწყეთ დონაცია, ანგარიშის ნომერი აღწერაშია, ასევე აღწერაშია კონკრეტული სიუჟეტი, თუ რას მოხმარდება დონაცია, ასევე აქვე ფანჯარაში არის ეს სიუჟეტი და შეგიძლიათ დაკლიკოთ და გადახვიდეთ, გააგრძელეთ ჩვენი ყურება, გამოგვიწერეთ, აგვალაიქეთ, აგვაშერეთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, ასე უფრო მეტ ადამიანს გავაგებინებთ იმას, თუ რა ხდება უკრაინაში. ნახვამდის.